ანასტასია გუნდაძე 7 წლის. სწავლობ მე-9 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა. ხატვა დავიწყება ხშირად, ვიყავი 4 წლის. მე ვიცი სახლის ხატვა, ხის ხატვა, ადამიანების ხატვა, ყვავილების ხატვა, ციტატელის ხატვა, ღრუბლების ხატვა და მზის ხატვა. ყველაზე ძნელია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია ხის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია თითელი. არ მიყვარს ვარდისფერი, იმიტომ რომ ეს ფერი არ მიხდება. ჩემს ნახატებს ვინახავ. ახლა მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვინახავ, რომ დიდი რომ გავიძდები სამახსოვროდ დამჭის. მერე დავათვალიერებ და ჩემ ბავშვობას გავიხსენებ. ჩემი აზრით, ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე ძალიან მომწონს ჩემი ბავშვობა. ყავს კარგი ოჯახი და ვარ ბედნიერი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა ყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ანამარი. ჩემი და არის ლამაზი და ხიარული. ანამარი გაიზრდება, გამოვა ბაღის მასწავლებელი. მამიკოს მშრომელი და სიმპათიური. მე ვარ მამიკოს გოგო. ახლა არის გემზე და მენატრება ძალიან. დიდი გვარის ლამაზი და ნაზი. მე მყავს 17 წლის ძმა მათი. მათი არის ჭკვიანი და კარგი ბიჭი. მათი ალბათ გამომოჭიდა. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ის ჩემი საყვარელი საჭმელია სუპი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე ჭკვიანია დათა. ყველაზე შვიდი არის თედო. ყველაზე ბედნიერია ნატალი. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მხიარი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია თეონა ტაკიძე. იმიტომ რომ ნაზია თანც ლამაზი და ყველაფერს გვისროლებს. ახლა მინდა ვიყო 8 წლის. იმიტომ ვიქნები უფრო ლამაზი.